Realmente realistura მიუდგება ის. ეს თვითონ მასზე არის და ჩემზე არის. და როგორ გაქვთ დასახული ერის გამთელიანება? საქართველოში რაც მათ დაატრიალეს, ყველაფერი ამისთვის ეხლა ჩვენ ვექცევთ. ოღონდ ამავე დროს ჩვენ მოვითხოვთ მათგან, რომ დაუყოვნებლივ გადაადგილონ. საუკეთესო მეგობარი ადონი თენგის ხაჯაია ამავე დროს ყოფნა დიდი სმერტი გაიგო გამოდიან დეზერტირობენ არც ერთმა დეზერტირმა მოწიწებო მაგის სოლის მიმართ საუკუნოდ იყოს ზედება მათი იყოს ამ კრიმინალურ გუნდასთან ბრძოლაში აი ეს არის თავი მეგობრებო ამ ჩემ დამეგობრებებს და ყველასთვის ჩვენი ფრონტისთვის პირადად ჩემთვის ჩვენი საერთო საქმისთვის მეგობრებო და ეს ამდენი გამწოთ და დროებით დაგემშვიდობენ. ეხლა მივიდივართ თენგის ხაჯაიას საფუძველო მაგისტრის სკოლაში. კატასტროფული მდგომარეობაა ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, გენოციდის საშიშროების წინაშე, განადგურების. ჩვენ ყველა ძალების მობილიზაციას ვახდენთ, მაგრამ მოგვიწყეს ბლოკადა. არ შემოაქვთ საწვავი, არ შემოაქვთ პური, 10,000-ობით ლტოლვილი ქუჩაში ტრასებზეა დაყრილი და ისინი არავითარ ზომებს არ ღებულობენ და არც გვეხმარებიან. ეს არის შეგნებული გენოციდი, რომელსაც აწარმოებს არა მარტო აფხაზური მხარე, არამედ ეს თბილისის ხელისუფლება. ვათვალიერებთ ფრონტს, ვსწავლობთ სიტუაციას, ვღებულობთ ზომებს და ალბათ მივახცევთ წარმატებებს. სოხუმის ჩაბარება ეს არის უდიდესი ღალატი საქართველოში, რომელიც ჩაიდინა უკანონო ხელისუფლებამ, როდესაც დასდო სოჭის ხელშეკრულება, მოაწერა ხელი კაპიტულაციას, სოხუმის დათმობას, დატოვებას და აფხაზური უკანონო ხელისუფლების შემოყვანას სოხუმში. ამაზე მოაწერა ხელი შევარდნაძის დავალებით გოგუაძე.
გრევა, ტერიტორიების დაგარგვა და სრული ანარქია ეს მეტაურობები. აი დადგა ის დღე, შემოგვიყვება. ხედავთ თქვენ და თქვენთან ვარ ისე. ყველაზე უდიდესი დანაშაული ის არის, რისთვისაც მას განშის ისტორია და ქართველი ერი. იგი ცდილობს ჭორები, წლოვანი შეიარაღებული ძალები ოჩამჩირის ფრონტზე, რომლებიც მალე გაარღვევენ, კოდორზე გადავლენ და სოხუმში შევლენ. ვერ იღირსება ვერასოდეს თავის სიცოცხლეში ამას. ვერასოდეს ვერ იღირსება. დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადაროჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით